წლის მოღვაწეობ მუსიკაში. ნუ ბავშვობიდან მუსიკაში ვარ, სხვა არაფერი არ ვიცი. დამთავრებულიც მაქვს. სასულე ინსტრუმენტს უკრავდი, ტრუბას, ჩასაბერს. ხო და მე კლავიშს უკრავდი რესტორნებშიც მუშაობდი, რა ვიცი, რამდენი რესტორანში. მე მოვიდევიბადე რესტორანში ასე ვქია. სვანაძე გოჩა 60 წლის. მუსიკაში ვარ ბავშვობიდანვე. გავიზარდე ქალაქ ქუთაისში. ჩემი დედა მუსიკოსი იყო, მამა მუსიკოსი იყო. თურმე მაქვს სიმდიდრე მაქვს შობლებისგან. კი, განათლებული ვარ მუსიკით, რა თქმა უნდა. მინდოდა რომ ყოფილიყავი საქსოფონისტი. და რა ვიცი, ახლა დიდად არ ვთვლი მე საქსოფონისტად თავს, მაგრამ რაღაცას ვახერხებ რა, ასე რომ ვთქვა. გელა გაჩეჩილაძე 56 წლის. ბავშვობიდან დიახ, შემიძლია ვთქვა. თავიდან დასაწყისი იყო ჩემთვის კლავიშიანი ინსტრუმენტები. შემდეგ მოთხოვნადი გახდა, რა თქმა უნდა, დრამზე დავიწყე დაკვრა. გადავედი, რა თქმა უნდა, საკრავი ინსტრუმენტები, რასაც ქვია დოლი. გიტარასაც ფლობდი და ასე რა ვიცი, შეიქმნა, შემიყვარდა ეს ხოლმე. მე მამა მუსიკოსი ყავდა და მუსიკალური ოჯახი. გიორგი ვაშაგიძე 57 წლის. მაგ დამთავრებული ათლეტი მუსიკალური. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ძიმეროკი ეს უცხოური ჰიტები და უსმენდი. Deep Purple, Pink Floyd, Scorpion, Led Zeppelin და რა ვიცი, ძაბერი. Queen. შემოსაყვალესი ჰიტებია ეს ყველა. ნადირაძე მერაბი 65-ში ვარ. ეს ინსტრუმენტი, ეს გიტარა მართლა ჩემმა ცხონებულმა ძმამ და მის სახელზე ვაკეთებ ამას ყველაფერს. ის უკრავდა თვითონ ახლა ამჟამად არ არის უცხო. ოპერის თეატრში ბავშვი ვიქნებოდი, ბავშვი, სკოლის მოსავლე, ესე მე-5 კლასელი, მე-6 კლასელი და მამაჩემს დავყავდი ხშირად ოპერაში და მასმენიებდა ვესალომი და ეთერი, კეთო და კოტე და ის ზაქარია ფალიაშვილი რაღაცნაირად ასე რომ ვთქვა და სხვა სტილი უფრო მომწონდა და იმპროვიზაცია, ჯაზი, რა თქმა უნდა, ამაზე მეორე აზრი არ არსებობს და ის გავიარე ის საოპერო ყველაფერი მამისგან, მაგრამ საქმე რაშია, იცით, ნუ მე ესე მომწონდა და იმპროვიზაცია უფრო მიტაცებდა. ჩვენ უსმენდით ბლუს მაშინ. უსმენდით კანტს, უსმენდით როკ-ენ-როლს, რომელიც ახლა უფრო წამოვიდა. იანგილანი, რიჩი ბლეკმორი, რობერტ პლანტი. აი ჩემი საყვარელი. ოცდასამნოებერს არის ჩემი დაბადების დღე გიორგობას და 16 ნოემბრისთვის შვილებმა სურპრიზი გამიკეთეს და თბილისში Deep Purple-ის კონცერტზე ასევე დავაფინანსეს, ასე რომ ვთქვა. და ინტერესი მქონდა ბავშვობიდან, რომ Deep Purple-ის კონცერტს, ნუ ნებისმიერი Led Zeppelin-ი, Queen-ი ყოფილიყო ჩამოსული, რომ დავსწრებოდი. და Deep Purple-ის კონცერტი 1-2 ჩატარდა, თუ 3 არ მახსოვს და საქართველოში. მაგრამ ესე იგი, რა ვიცი, დავესწარი ამ კონცერტს. ესე იგი, აღუწერელი ენით იყო რა, ესე სასწაულება იყო. სულ ჟურნალისტს მივიდა და ესე იგი, ნატვრა იყო, ჩემი ეს ოცნება ამიხდა. ხო და ერთი გული დავწერე, ეს აი ბლეკმორი რო არ იყო იქ სოლო გიტარაზე, რომელიც არასრულებდა. განსაკუთრებით Pink Floyd-ებს ძალიან დიდ პატივს ვსევ. Deep Purple, ესენი, რა ვიცი, ყველა ახლა რომ ჩამოვყედა ვისაუბრო, ბავშვობიდან, იმიტომ რომ მე დრამს უკრავდი. განსაკუთრებით და აქედან აღებული ეს ყველაფერი თუ რამე შემეძლო დრამზე გამეკეთებინა გადმოვიტანე მე ეს დასარტყამი ინსტრუმენტზე დოლზე რასაც ქვია და აქედან რა ვიცი დავიწყეთ ეს ყველაფერი
თან უпростоრად რობიკო ხიანაძე და მე ერთად ვიყავით აუთსაიდერი. ჩვენ შეგვენი ძალიან დიდი წვალება გადავიტანეთ, სიმღერების შეგვენი გავაკეთეთ, მაგრამ ახლა რაც საჭირო იყო ისე ვაკეთებდი და ისე ვუყრავდი. ეს იყო ჩვენი ბავშვობიდან წამოსული მუსიკა. რასაც ჩვენ მაშინ ვერ ვაკეთებდი, მაგრამ ახლა და ახლა უკვე ამ ჯგუფს ქვია იმერეთი, ეს დიდი ხნის ჩამოყალიბებული არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ სამი პიროვნება, 6 ვართ, ახლა სამი პიროვნება მოყვებით, ასე 25 წლის ბიჭები ვიქნებოდით აქედან და მე დავშორდით 1-7-8 წელი, მე კიდე შევერთით ერთმანეთში, მე კიდე გარკვეული პერიოდი დაშორება მოგვიწია, იმიტომ რომ ცხოვრებამ მოიწვია, რომ სხვა ქვეყნებში გვემუშავა, ევროპა იქნებოდა თუ სადმე რუსეთი თუ მიმოძრავეთ რა, ასეთი მიმოძრავეთ და უკრავდით სხვა ქვეყნებში და მე მაინც წლები მოგვემატა, დავბრუნდით ჩვენ ქუთაისში და ვაგრძელებთ ჩვენ მუსიკას. რაც შეეხება Pink Floyd-ი ბიჭები გადასარევად ასრულებენ, რაც შეიძლება იმ პირობებზე, რომ აქ არის დოლი, აკორდეონი და ასე ბასფანდური და ფანდური და ეს რა არის იცით? ეს ასე ადვილის შესაქმნელი არ არის, იმიტომ რომ არ აქვს ის ელექტროინსტრუმენტები არ აქვს რაღაცნაირად, რომ გამოხატო. განსხვავებული ის არის, რომ ამ სიმღერებს უკრავთ ამ ფანდურზე, დოლზე, აკორდეონზე. და რა ვიცი, გიტარა თავისთავად, საქსოფონი და ეს არის განსხვავება მაგაში. ახლა იქ შეიძლება დაუგრო ფონოგრამით და იმღერო. მაგრამ ამაში სულ სხვა რაღაცა, ხალხმა შეიყვარა და რა ვიცი, მოწონთ რა უმრავლესობას მოწონთ. ჩანვართ, შეიძლება არიან ბიჭები და არ ვიცი, ახლა იმერეთში ჩვენ კარგები გვართ მეთქი და მაგრად ვასრულებ და რაღაც ამას არ ვიტყოდი, მაგრამ იმერეთში ასეთი არ მეგულება. 1-2 ქართული და მესამე ევროპულს თხოვენ რა, ამიტომ რომ ჩვენ კოლექტივს და ჩვენ ანსამბლს ისეთი სახელი აქვს, რომ ეს ევროპული ასე რომ უცხოელებიც მოდიან, უცხოელებსაც უკვირთ, გვიღებენ და რა ვიცი, გაკვირვებულები აი გაუცებულები არიან, როცა რომ ჩვენ ამ ინსტრუმენტებზე ხედავენ არიციან ახლა ეს ბასფანდური, ხალხური საკრავი ფანდური, აკორდეონი, დოლზე შესრულება, საქსოფონი, ყველაფერს რა ვიცი, სოლო გიტარა რა თქმა უნდა და რა ვიცი, ძალიან მაგრად ჩაჯდა. მეც ვერ წარმოვიდგენდი როგორი კარგი გამოვიდა ეს. ქართული სიმღერების მერე აუცილებლად ეს ითხოვენ ამას. რაც გამოგდის, ახლა ჩვენ იქან რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. რუსულს არა, ევროპულს თხოვენ. ქართულ და ევროპულს. არა, ჩვენ ძირითადად ამღერი ვართ რუსულებს. აგერ ერთი მაგიდა რუსია, მას არ უნდა ეს რუსული სიმღერა. საქართველოში ხარ, შენო და რუსულსაც უკრა. იმიტომ ამდენი ამბავია ხა უკრაინაშიც ომი და ამიტომ ხალხმა შეიძულა რა. ჩვენი სამსახური იწყება 6 საათზე, თავდება 12 საათზე, შეიძლება პირველ საათზეც, შეიძლება 2-ზეც, შეიძლება 11 საათზეც. ხანდახან არ რჩება დრო რომ მოეფერო შენ გალაქს. ეხლა ჩვენ ისეთ ძალიან კარგი ადგილზე ვდგავართ, ისე კმაყოფილი ვარ. ამ ქუთაისის სილამაზით მეტი ვარ შეიძლება.
იმ ოპერის თეატრს მაინც გავიხსენებ კიდევ რომ ძალიან მიხარია და ძალიან ოპერის თეატრთან რომ გავივლი კარგი ხასიათია. იქ არის ბავშვობა გატარებული. პირველ რიგში ქართული სებრა უნდა იცოდე და უნდა ფლობდე ყველაფერს. თორემ თუ ქართული არ იცი შენი და ეს ისე საზღვარ ევროპულს ვერ დაუბრალ და არც იქნება მიზანშეწონილი. შენი ქართული უნდა იცოდე და შემდეგი უნდა იცოდე ევროპული ბატონი. მე პირველ რიგში ჩემი ქალაქი მიყვარს. ჩემი ქუთაისი მიყვარს და შემდეგ მიყვარს სხვა ქალაქები.